მინდა მიუმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა განიცდის შიშს, უნდობლობას საკუთარი თავის მიმართ და ნერვულ დისბალანსს. შევეცდები 2 წუთში აგეხსნათ, რატომ ხართ ამგვარ მდგომარეობაში და გამუდმებით რატომ განიცდით შიშსა და უნდობლობას საკუთარი თავის მიმართ. ნევროზი არ არის გონების პრობლემა. ის არაა ფიზიოლოგიური პრობლემა. ხშირად მესმის, როგორ რთულად ხსნიან ხოლმე მას. აი, სკოლაში რომ ცუდად სწავლობდი, ასეთ ადამიანებთან რომ დაიჭირეს საქმე, ასე არ უნდა მოქცეულიყავი, იქ არ უნდა წასულიყავი. ყველა ამგვარი ფრაზა უფრო აღრმავებს ნევროზულ მდგომარეობას. ფიქრობ, ეს რა დამემართა, ასე არ უნდა მომხდარიყო, ახლა ვერაფერს გამოვასწორებ. ნევროზი არის გარეგანი სამყაროს ინტერპრეტაცია თქვენს შინაგან სამყაროში. გარე ცხოვრებისეული მოვლენების თქვენს თავში ასახვა. ნევროზიანი ადამიანები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რაც ფიზიკურად მათ კონტროლს არ ექვემდებარება. იმას, რაზეც ფიზიკურად ვერანაირ გავლენას მოახდენენ. ამას უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებენ. შედეგად სწორედ ეს წარმართავს მათ ცხოვრებას. მართავს მათ ყოველდღიურობას. თავად ხდებიან ამაზე დამოკიდებული და იმის მცდელობებში, რომ გავლენა იქონიონ ამაზე, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე წარუმატებლები რჩებიან. ეს არის ნევროზი. როცა ჩემი ხასიათი და განწყობა დამოკიდებულია სხვა ადამიანების კომენტარებზე, მათ შეხედულებებზე, მათ ყურადღებასა და უყურადღებობაზე, მათ რიცხვზე ჩემს ცხოვრებაში. შენ ვერ გექნება ამ ყველაფერზე გავლენა, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. და როცა ცდილობ ამის გაკეთებას, შენ უკვე ნევროზი გემართება. როგორ დავიბრუნოთ ჯანსაღი მდგომარეობა? დააფასეთ. პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი გაიხადეთ ის, რაც თქვენს კონტროლს ექვემდებარება. ცხადია იმ დონეზე, რა დონეზეც შეგიძლია გავლენა იქონიო. ახლის სწავლა, განვითარება, რესურსები, ფინანსები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, წარმართე შენი რეალობა არა იმის ხარჯზე, რასაც ვერ მართავ, არამედ იმის ხარჯზე, რისი გაკონტროლებაც შეგიძლია. მაგალითად, შემოსავლის გაზრდა გინდა და მოსთქვამ და წუწუნებ, რომ სამყარო ზურგს გაქცევს. ხელი არ გემართება. ეს ყველაფერი სისულელია. დაიწყე შრომა, უბრალოდ იშრომე. თუ სამსახური არ მოგწონს, სხვა რამე მონახე, სხვა რამე ისწავლე, ეძებე შესაძლებლობები. უნდა გაიგოთ, რომ თქვენი მხრიდან სამყაროს ამგვარი აღქმა გართმევთ ცხოვრებას. შეჰყავხართ ილუზიაში. ეს კი გართმევთ საშუალებას, რომ ურყევინებით თავდაჯერებულად მართოთ თქვენი რეალობა. სწორედ ეს არ გაქვთ, იმიტომ რომ ზურგს აქცევთ ამ შესაძლებლობას და ამის ნაცვლად იტოვებთ. ოღმერთო კაცები, ოღმერთო უფროსი, ოხ ეს ასტროლოგია, ოხ ეს ზოდიაქო. მორჩა, შფოთვა და ნევროზი გარანტირებულია. ვიმედოვნებ, კარგად გადმოვეცი, რისი თქმაც მინდოდა. დაწერეთ აუცილებლად კომენტარები ამ საკითხზე.